გურამ ქარაზანაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, ევროპისა და ამერიკის უროლოგთა ასოციაციების წევრი, მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი ავტორიტეტულ საერთაშორისო სამედიცინო გამოცემებში. მეათე კლასელი გურამ ქარაზანაშვილი, რომელიც თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სწავლობდა, დარწმუნებული იყო, რომ 10 წლების დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელებდა სწავლას. სკოლაში ყოველი სემესტრის ბოლოს შემაჯამებელ გამოცდებს უმაღლეს ქულაზე აბარებდა. ასევე უმაღლესი შეფასებით დაამთავრა სკოლა, რომელშიც სწავლაც საკმაოდ რთული იყო. ამ სკოლის აღსაზრდელები უმაღლეს მათემატიკას სწავლობენ. ფიზიკოსობაზე ორიენტირებული გურამი ბაკურიანში დასასვენებლად ყოფნისას მეგობართან კამათობს პროფესიის შერჩევის საკითხებზე. თვითონ დაჟინებით აქებდა ფიზიკის მიმართულებას, ხოლო მისი მეგობარი მედიცინის უპირატესობაში არწმუნებდა. სწორედ ეს კამათი აღმოჩნდა ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღების მთავარი წერტილი. ყავდა ერთ-ერთი მეგობარი, რომელთაც ერთად უკვე სწავლების ბოლო წელს მე-10 კლასში ერთად ვისვენებდით ბაკურიანში და მოკლედ იმდენი უმტკიცებთ ერთმანეთს, ის მტკიცებდა რომ სამედიცინო კარგია, მე იმდენს უმტკიცებდი რომ ფიზიკურია კარგი, საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ მე ჩავაბარე სამედიცინოზე და მან ჩავაბარა ფიზიკურზე. თუმცა ალბათ მარტო ეს არ არის, ხა ბებია მყავდა ექიმი, მართალია ჩემს ასე ვთქვათ დიდობაში აღარ მომესწრე ბებია, მაგრამ ალბათ მე მჯერა რომ ეს გარკვეული გენეტიკური ფაქტორები, აწეული შრომა, წინაპრების მიერ ეს ყოველთვის გადაეცემა შთამომავლობაში და ჩემს ოჯახში საერთოდ ამ დარგის პატივისცემა ყოველთვის იყო. ამიტომ ალბათ ამან განაპირობა ჩემი საბოლოო არჩევა. 1981 წელს სკოლა უმაღლესი ნიშნებით ფრიადზე დაამთავრა. იმ დროს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლად ითვლებოდა და შესაბამისად იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო მაღალი კონკურსის გამო. ერთი სტუდენტის ადგილზე სულ ცოტა 30 აბიტურიენტი მოდიოდა. უნდა ჩამებარებინა 4 სააგანი და ჩავაბარე ეს 4 სააგანი. ხალხშორის დიდი პრობლემების გარეშე, რადგან სასკოლო წერილებს ისე ვიყავით შეჩრეული კომაროვში, რომ ეს მისაღები გამოჩნდების ჩვენთვის არ იყო დიდი პრობლემა. და ჩავერცხე სამედიცინო ინსტიტუტში იმავე წელს უცებ დაამთავრე სკოლა, ეს 91 წელი იყო, 1991 წელი. ინსტიტუტის სწავლის პერიოდი იყო ძალიან აქტიური. ფაქტობრივად ჩვენ 40-ზე მეტი საგანი გავიარეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში და ყველგან უმაღლესი შეფასება ჰქონდა აბსოლუტურად ყველა საგანში, არც ერთი საგანი არ მქონია ჩავარდნა. დაკავებული ვიყავი ასევე მეცნიერებითაც აქტიურად. თითქმის ყოველ წელს სამეცნიერო წრეები გქონდა სხვადასხვა კათედრებზე, ფიზიოლოგია, პათოლოგია, ანატომია, ბოლოს ქირურგიის კათედრაზე და ყველა სამეცნიერო წრის მუშაობაში მონაწილეობდი, თავმჯდომარე ვიყავი ზოგიერთ მათგანში, მაგალითად პათოლოგიურ ანატომიაში, ფიზიოლოგიაში. ვამუშავებდი სტუდენტურ სამეცნიერო ნაშრომებს, 8 ნაშრომი გამოვაქვეყნე სტუდენტური სამეცნიერო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში და მოკლედ ეს მოსწრებაც კარგი უმაღლესი იყო სამეცნიერო საქმიანობაც, რისთვისაც მაშინ იყო სახელობითი სტიპენდიები, ვისაც კარგი მონაცემები ჰქონდა, ენიჭებოდა სახელობითი სტიპენდია და ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მომანიჭეს ვლადიმერ ჟღენტის სახელობის სტიპენდია. სწავლის პერიოდში სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად სერიოზულ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდა თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯერ კიდევ მეორე კურსელ სტუდენტს კლინიკის ქირურგებმა ოპერაციებზე ასისტირების უფლება მისცეს. ამ პერიოდიდან მომავალ პროფესორს უკვე მარად ჰქონდა გადაწყვეტილი ქირურგიის მიმართულებით წასვლა. მეორე კურსი გავდიოდით ასე ვთქვათ პრაქტიკებს სანიტრის სკოლაში. ქალაქის პირველ საავადმყოფოში. მომიწია იქ ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობა და როგორც მეორე კურსის სტუდენტი, ასე ვთქვათ, მაშინ ქირურგებმა დიდი პატივი მცეს, რომ ოპერაციაზე ასისტენციას მაწევინებდნენ და ოპერაციაზე ასისტენციის გაწევისას ვიგრძენი, რომ ქირურგია ჩემი იყო მომწონდა და ეს ჩემი რაღაც ასე ვთქვათ ენერგიას განიცდიდა პოზიტიურს. ამიტომ მეორე კურსიდან გადავწყვიტე, რომ ქირურგი გავხდარიყო. შემდგომში უკვე ქირურგიის გამიმართულებით წავსულიყავი, ეს რა თქმა უნდა ფიქრის პერიოდი იყო, სადაც სამედიცინო ინსტიტუტის მე-5 და მე-6 კურსზე მუშაობდი
პროფესორი თენგიზ ახმეტელის ხელმძღვანელობით იქაც სამეცნიერო სამუშაოს ვახორციელებდით, მიკროქირურგიულ ექსპერიმენტებს ვატარებდით თვითთაგებისა და ერთი ასვრის დაგვაზება ოპერაცია გაკეთებული. და იმ პერიოდში ბატონ თენგიზთან უშიათ საუბრობდი მომავალ არჩევანზე, რა ქირურგიის რომელი მიმართულებით წავშვილებავი და მაშინ მან მისჩია, რომ უროლოგია არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დარგიო. ასე მისჩია, რომ უროლოგიაში წავშვილებავი და მეც ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. 1987 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს სურდა უროლოგიაში დახელოვნება. ამისათვის ერთადერთი ადგილი, სადაც მაქსიმუმის მიღება შეიძლებოდა, იყო მოსკოვი. მთელი ჩემი მონაცემები, ასე ვთქვათ, ინსტიტუტში სწავლის ნიშნები, სამეცნიერო აქტივობები, ეს ყველაფერი შევაგროვე, ჩემი საბუთები და წარვადგინე მაშინ საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროში და მოხდა ესე, რომ ძალიან ობიექტური და კარგი ადამიანები შეხვდნენ, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, რომლებმაც ხელი შემიწყეს ამ პროცესში, ასევე მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროში და დააკმაყოფილეს ჩემი თხოვნა და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე 97 წელს ჩავირიცხე კლინიკური ორდინატურა იყო მაშინ, ახლა რეზიდენტურაა ეს, ანუ უროლოგიაში. ეს იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, საკავშირო და ეს იყო განთავსებული მოსკოვის ბოტკინის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე. და იქ იყო უროლოგიური კლინიკა ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში, უზარმაზარი უროლოგიური კლინიკა იყო, საერთოდ ეს ბოტკინის საავადმყოფოს იყო და არის დღესაც ძალიან დიდი საავადმყოფო, რაღაც 2000 საწოლზე, რომელიც მოსკოვის ძალიან დიდი ნაწილს ემსახურება და ძალიან დიდი დატვირთვები იყო. უამრავი პაციენტი შემოდიოდა მორიგეობაზე და საერთოდ დიდი ქირურგიული აქტივობა იყო იმ საავადმყოფოში და სამედიცინო აქტივობა. 1987-91 წლებში კლინიკური ორდინატურის გავლის შემდეგ ჩაირიცხა ასპირანტურაში და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ონკოლოგიის მიმართულებით. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში გურამს ოპერაციების დამოუკიდებლად ჩატარების საშუალებაც ეძლეოდა და ეს ხდებოდა იმ დროისათვის უახლესი აპარატურის გამოყენებით. ბოტკინის საავადმყოფოში უროლოგიურ კლინიკაში იყო ყველაზე თანამედროვე აპარატურა მაშინ, რაც იყო მსოფლიოში, იყო დაუშვათ ლითოტრიფტორები, დისტანციური კენჭის დამშელი აპარატები, ულტრაბგერითი აპარატები, ენდოსკოპები და ამ თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის სრულფასოვანი შესაძლებლობა მქონდა, ქირურგიული აქტივობის სრულფასოვანი შესაძლებლობა მქონდა, თეორიული განათლების სრულფასოვანი შესაძლებლობა მქონდა, ამიტომ ეს პერიოდი მიმაჩნია იქ ჩაეყარა ფუნდამენტი ჩემს უროლოგიის ცოდნას, სისტემური განათლება იქ მივიღე, რასაც მერე დაემატა უკვე ევროპული გამოცდილება. ამიტომ ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო. 1991 წელს დისერტაციის დაცვის შემდეგ გურამს სერიოზული შეთავაზებები ჰქონდა მოსკოვში დარჩენილიყო ექიმად, მათ შორის იმავე კლინიკაში, სადაც გაიარა ორდინატურა და ასპირანტურა. მაგრამ მშობლების თხოვნით ამ წლის გვიან შემოდგომით ბრუნდება თბილისში. მაშინდელი ცნობილი მოვლენების ფონზე გურამ ქარაზანაშვილის როგორც ექიმისა და მეცნიერის საქმიანობის სპეციფიკა რადიკალურად იცვლება. თბილისში ჩამოსვლისთანავე იწყებს მუშაობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც სამოქალაქო ომის გამო სამხედრო ჰოსპიტალად გადაკეთდა. 91 წლის ოქტომბერში დავბრუნდი თბილისში, სადღაც ერთ თვეში მე მგონი აქ სამოქალაქო ომი დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა საზღვრები ჩაიკეტა, უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია იყო, ჩემს ოჯახშიც მათ შორის უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია იყო, მაშინ ყველა ბევრ ოჯახში მოხდა ეს მდგომარეობა. მუშაობდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმად, უროლოგიურ განყოფილებაში, თუმცა ამ ომების პერიოდში, ესე იგი ეს იყო 1991 წლიდან 1994 წლამდე 13 წლის ჩათვლით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაშინ გადააკეთეს ჰოსპიტალად, სამხედრო ჰოსპიტალად. ჩვენ ვღებულობდით დაჭრილებს ფრონტიდან გართულებულ პაციენტებს, რომელსაც პირველი დახმარება, პირველი ოპერაციები ჩაუტარდათ ფრონტის ხაზზე, სოხუმში იყო ეს თუ აგრაში იყო თუ სხვა რაიონებში და შემდგომ უფრო რთული შემთხვევები გადმოყავდათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში და
აი მათ ჩვენ უკვე არა როგორც უროლოგი, არამედ როგორც სამხედრო ფაქტიურად ქირურგები ესე ვმუშაობდით თითქმის ყველა მიმართულებით აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პერიოდი იყო ყველაფერი, იყო უშუქობა, არაწამალის ნაკლებობა, ცოტა არეულობაც ხანდახან საოპერაციოში იარაღიანი და ავტომატიანი ხალხი შემოიდიოდა ხოლმე. ხანდახან ოპერაციის დროს თენი ითიშებოდა. მოკლედ ძალიან მძიმე მდგომარეობა, სამსახურში ფეხით დავდიოდი, მეტრო არ მუშაობდა, ტრამვაი, ტროლეიბუსი არაფერი არ მუშაობდა, სიცივეში სამთაში. მაგრამ ეს პერიოდიც ასე ვთქვათ გადავლახეთ. მადლობა რომელს და ეს ძალიან საინტერესო იყო ერთხელ, იმიტომ რომ მართლაც ესე თუ აშკაცებს ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდა მათ ეხმარებოდით და პროფესიონალურად საინტერესო იყო ეს პერიოდი ძალიან. მიუხედავად რთული პერიოდის, რთული სამუშაოსა და მძიმე სოციალური ვითარებისა ქვეყანაში, ექიმის შემდგომი პროფესიული დახელოვნების გზებს ეძებდა ევროპაში. ამისათვის შეადგინა მონაცემების მთელი პაკეტი, რომელშიც შედიოდა სწავლისა და მუშაობის პერიოდში მიღწეული წარმატებები და აგზავნიდა ევროპის ცნობილ კლინიკებში სწავლის გაგრძელების თხოვნით. მაშინ ინტერნეტი არ იყო. თვითონ ის ინფორმაციის მოძიებაც კი სად არის კარგი კლინიკა და მისამართი და ვინ არის ხელმძღვანელი, ეს ურთულესი პროცესი იყო. და მე მათთან დაკავშირება იყო ურთულესი პროცესი, წერილი უნდა გამეგზავნო, მაშინ არ იყო არც ფაქსი, არ იყო არც ინტერნეტი. წერილი ფოსტა არ მუშაობდა. კონვერტებიც კი არ იყო დასავლური სტანდარტების, გრძელი კონვერტები იყო, საბჭოთა კონვერტები რაღაც უფრო მოკლე და მოკლედ ქაღალდებს ყიდულობდი მაღაზიებში, კონვერტებს მე თვითონ ვაკეთებდი. მე სადღაც ვაბეჭდინებდი ამ წერილებს და მეგობარი ყავდა. ის მეგობარი, ვიღაც კიდე მეგობარი მუშაობდა ავიაკომპანიაში, რომელიც გერმანიაში დაფრინავდა და აი ამ მეგობრის დახმარებით ამ ასე ვთქვათ გაკეთებულ წერილებს და კონვერტებს მათ ვატანდით თუ ჩაეგდოთ უცხოეთში პოსტაში და გაგზავნილი იყო და მე რაღაცნაირად ჩამოდიოდა ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ პასუხებს ღებულობდი. და მინდა ვთქვა, რომ არ დამავიწყდება ცხოვრებაში საერთოდ ბევრი კარგი ადამიანი შემხვედია, რომელიც საერთოდ არ მიცნობდა და მათ უდიდესი წვლილი შეუტარია ჩემს ცხოვრებაში და ესეთი იყო ევროპის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ფრანც დე ბრუენი, რომელიც ჰოლანდიაში იყო უზარმაზარი კლინიკაში უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პირველი გამოხმაურება მომივიდა მისგან, რომ იგი მზად იყო დაეფინანსებინა მთლიანად ჩემი გამგზავრება ჰოლანდიაში, იქ მუშაობა რამოდენიმე თვის განმავლობაში. ჰოლანდიაში სამთვიანი მუშაობის განმავლობაში გურამ ქარაზანაშვილმა ევროპის სხვა წარმატებული კლინიკებიც მოიძია და გაგზავნა თანამშრომლობის შეთავაზების წერილები. სწორედ ამ პირველ გასვლას მოჰყვა მისი მუშაობა ავსტრიაში, გერმანიაში და შვედეთში, სადაც მას მუშაობა მოუწია ევროპის უროლოგთა ასოციაციის მოქმედ პრეზიდენტთან ბატონ აბრაჰამსონთან. უკვე ამის შემდეგ ევროპის 4 საუკეთესო უროლოგს შორის მოხვდა და გაცვლითი პროგრამით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუწია მუშაობა. ამის შემდგომ ჰუმბოლდტის ფონდი არის ესეთი გერმანული ცნობილი სამეცნიერო ფონდი, რომელიც აფინანსებს ასე ვთქვათ მაღალი კლასის მეცნიერებს და იმ ფონდის სტიპენდიის მოპოვება ძალიან პრესტიჟული არის. საქართველოში სულ 30 სტიპენდია არის მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ მედიცინაში მარტო მე მაქვს. არის სხვა მიმართულებებში ჰუმბოლდტის სტიპენდია. არის მაგალითად ბატონ თამაზ გამყრელიძის გრანტი მიღებული ჰუმბოლდტის სტიპენდიები აქვს. უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს ხუბუას, აფროსტის უნივერსიტეტის რექტორს აფაკიძეს. მედიცინაში მე მივიღე ესა და ამით წავედი უკვე ბონში. ეს იყო უნიშნულოვანესი, რა თქმა უნდა, პერიოდი, ეს იყო 2006-2005-2005-ის ბოლო, თითქმის 2 წელი იყო ჯამში ბონში ჩემი გატარებული პერიოდი ბონის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 17 წლის წინ გერმანიის გაცვლითი პროგრამის გრანტით პროფესორი ქარაზანაშვილი ჩემს დეპარტამენტში როგორც ახალგაზრდა უროლოგი მოვიდა. მან ჩემი ყველა კოლეგა მოხიბლა თავის საქმეში განათლებითა და მოწადილებით.
ის მოსკოვში სწავლობდა და ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, რომ მოეარა მსოფლიო. წასულიყო სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. ასე რომ მას უკვე ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა როგორც უროლოგს, როდესაც ის ჩვენთან სამუშაოდ მოვიდა. მან რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო ჰუბოლტის ფონდის გრანტი, რამაც მას მისცა საშუალება აქ, გერმანიაში კიდევ 1 წელი ჩვენს გუნდთან ერთად ემუშავა. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ის არ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე უროლოგია. ამასთანავე ჩვენ ძალიან ძლიერი მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რამაც მაიძულა პირადად მე არაერთი ვიზიტი გამეკეთებინა საქართველოში. აგრეთვე ბევრი ერთობლივი კვლევა გვაქვს ჩატარებული, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ბონში. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი ცოდნით, გამოცდილებით და მეცნიერული მიღწევებით. ამ ყოველივეზე დაყრდნობით, მან ძალიან წინ წაწია და განავითარა უროლოგიის დარგი საქართველოში. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამორჩეული ახლო მეგობარი მყავს საქართველოში. პატარა გუნდი გქონდა ჩვენა, მაგრამ ამ პატარა გუნდით და ამ პატარა განყოფილებაში ჩვენ დავიწყეთ ძალიან სერიოზული უროლოგიის კეთება, ასე ვთქვათ. და იქ დაიწყო ყველაზე რთული ოპერაციები, რომელსაც დღესაც ვახორციელებთ უკვე დიდ კლინიკაში. ჩაეყარა იქ საფუძველი, ჩვენ დავიწყეთ ონკოლოგიაში მუშაობა, 8-9 საათიანი ოპერაციები, ეს იყო შარდისბურსტის სიმსივნეები, ეს იყო თითქმის კიბოები, დიდი ზომის მათ შორის. ეს იყო ბავშვთა უროლოგია, ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაციები, ყველაფერს იმ პატარა განყოფილებაში ჩაეყარა საფუძველი. რა თქმა უნდა, დიდი დახმარება აღმომიჩინა, როგორც გითხარით, შტეფან მიულერმა, რომელიც ნამდვილად მეგობრულად დამიდგა გვერდში, იმიტომ რომ იოლი არ იყო ეხლა წარმოიდგინეთ სულ ცარიელ ადგილზე, ქმნით განყოფილებას, არანაირი ტრადიცია იქ არ არსებობს უროლოგიური, არავინ არ არის რომ გაგირთულდეს რაღაცა დაუშვათ გვერდში, ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ მე. ყველაფრის შექმნაზე, ჩამოყალიბება საოპერაციო, ინტენსიური, პუნალობის ტაქტიკას. ეს ყველაფერი შეიქმნა თავიდან იმ ადგილას და ეს იოლი არ იყო. მაგრამ ძალიან დამეხმარა შტეფან მიულერი, იმიტომ რომ წელიწადში 1-2 ჩამოდიოდა ხოლმე და ჩვენ ვახორციელებთ აქ ერთობლივ ოპერაციებს. რამდენიმე წლის წინ დაიხურა ვაკის ლეჩკომბინატად წოდებული კლინიკა და ამის შემდეგ გურამ ქარაზანაშვილი რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე უკვე საკუთარ კლინიკას აარსებს. ეს არის საკმაოდ დიდი სამედიცინო დაწესებულება. ის მოიცავს 2 საოპერაციო ბლოკს, 1 რენტგენ საოპერაციო კაბინეტს, ინტენსიური თერაპიის ბლოკს, დიდ განყოფილებებს და პოლიკლინიკურ მიმართულებას. სულ კლინიკაში 150 სპეციალისტია დასაქმებული. კლინიკა ემსახურება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებსაც. აქ საკმაოდ ხშირად ნახავთ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულ პაციენტებს. კლინიკა 2 წელია რაც ფუნქციონირებს. მისი დამაარსებლის მიზანს 3 ძირითადი დარგის, ქირურგიის, გინეკოლოგიის და უროლოგიის განვითარება და ამ მიმართულებით უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენება აქვს განზრახული. ამიტომაც დაერქვა კლინიკას თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები. ძირითადი აქცენტი ასევე გაკეთდა პერსონალის შერჩევაზე, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ნებისმიერი სირთულის ოპერაციას ჩაატარებენ. ბატონი გურამი რა მოთხოვნებას უყენებს საკუთარ თავს, იგივე მოთხოვნებია თანამშრომლების მიმართ, რომ ყველა ოპერაცია იყოს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, ამტყობს მომსახურება იყოს უმაღლესი, გაკეთდეს ის მაქსიმუმი, რისი აუცილებელია საბოლოოდ კარგი გამოსავალისათვის. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სამივე დარგში საქართველოში ცნობილი სპეციალისტები, წამყვანი სპეციალისტები არიან. ბატონი გურამი არის ძალიან დიდი პროფესიონალი, ძალიან ძლიერი უროლოგი. აკეთებს ნებისმიერ სირთულის უროლოგიურ ოპერაციებს.
ყავს ძალიან კარგი გუნდი, თავისი აღზრდილი ახალგაზრდები, რომლებიც მართლა კარგ სპეციალისტებად ყალიბდებიან ყოველდღიურად. კლინიკის პერსონალი იმდენად მაღალი კვალიფიკაციისაა და იმდენად შეთანხმებულად მუშაობენ, რომ ურთულესი ხანგრძლივი ოპერაციის გაკეთება აქ უფრო მარტივადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით ეს ითქმის ონკოლოგიური ქირურგიის შემთხვევაში, ვინაიდან თუ კიბოს შორს წასულ ფორმასთან არის საქმე, მეტასტაზები ხშირ შემთხვევაში შეზრდილია მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოებში. ამდენად აქ ქირურგიის ცოდნა უნდა სცდებოდეს ვიწრო სპეციალიზაციას. ისევ გავამახვილებ ყურადღებას ონკოლოგიაზე, ისევ გავამახვილებ ყურადღებას შორს წასულ სიმსივნეებზე, გინდა ეს იყოს თირკმლის სიმსივნეები, გინდა ეს იყოს პროსტატის და შარდის ბურთის სიმსივნეები. აი, შორს წასული სიმსივნეების მკურნალობაში განსაკუთრებით ჩვენ მართლაც პრეროგატივა გაგვაჩნია ეს ჩვენს კლინიკაში ხდება ხანდახან ურგენტულადაც კი ხანდახან. ის ოპერაციები რომელიც შეიძლება მოითხოვდეს რაღაც დიდ დაძაბვას ჩვენთან შეიძლება ის ძალიან მარტივად კეთდება ხოლმე, იმიტომ რომ უკვე გუნდი ჩამოყალიბებული არის ჩვენთან, რომელიც რთულ ქირურგიაზეა ორიენტირებული. ესეთი ონკოლოგია ზოგადად და მithumetet შორსწასულების მკურნალობა, რა თქმა უნდა, სცილდება უროლოგიაში. ჩვენ გვჭირდება მუცლის ქირურგიის ბრწყინვალე ცოდნა, რომ მუშაობთ ნაწლავებთან, ახლა სიტყვაზე თუ სიმსივნე ჩაზრდილია ნაწლავში, და იქნეს ამოღებული ხო საბოლოო ნაწლავთან მუშაობა უნდა ვიცოდეთ ამ მუცლის ქირურგიაში. უნდა ბრწყინვალედ ფლობდეთ სიძარღვთა ქირურგიის ტექნიკებს, იმიტომ რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს დიდი სიმსივნეები და ეს ლიმფური კვანძები განლაგებულია ხოლმე მაგისტრალური სიზარღვების გასწვრივ და მოითხოვს ამ მაგისტრალური სიზარღვებისგან და გამოვანთავისუფლოთ, ასე ვთქვათ, სიზარღვები უნდა გამოვანთავისუფლოთ ამ სიმსივნეებისგან. არის შემთხვევები, როდესაც ერთი პათოლოგია არ მოიცავს მარტო ქირურგიას, ან მარტო უროლოგიას, ან მარტო გინეკოლოგიას, განსაკუთრებით ეს სიმსივნეების დროს ხდება, რომ პროცესი გადასულია სხვა ორგანოებზეც. და ჩვენ იმის პრობლემა არ აგვაქვს, რომ თუ შეიძლება გაკეთდეს ეს ოპერაცია და მოვეღებოთ სპეციალისტის იმის გამოძახება დაგვჭირდეს, შარევა დაგვჭირდეს. ჩვენი ძალები ვახერხებთ, რომ გავაკეთოთ კომბინირებული ურთულესი ოპერაციები საუკეთესო გამოსავლით ბოლოს. ეს თავისთავად კომფორტს გიქმნის, რომ როცა იცი, რომ მიდიხარ დიდ ოპერაციაზე და შენს უკან დგას გუნდი. არა მარტო შენი კოლეგები, შენი მეგობრები და არა მარტო ამ ვიწრო სპეციალობით, არამედ სხვა სპეციალობებითაც. კლინიკაში მისულა ისეთი პაციენტიც, რომელსაც თირკმლის კიბო იმდენად შორს წასულ ფორმაში ჰქონდა გადაზრდილი, რომ მეტასტაზები წინა გულამდე იყო მისული. ამ შემთხვევაში საჭირო გახდა მაგისტრალური სისხლძარღვების გამოთიშვა სისტემიდან. ასეთი რთული მანიპულაციის ჩასატარებლად საჭირო გახდა ეგრეთ წოდებული გულფილტვის აპარატის გამოყენება და კარდიოქირურგების დახმარება. ასეთი მასშტაბური და რთული ოპერაცია გურამ ქარაზანაშვილმა ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიურ კლინიკაში პროფესორ ბახუტაშვილთან ერთად ჩაატარა. შედეგი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის ონკოლოგიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა ქიმიო და სხიური თერაპიის კომპლექსური გამოყენებით კარგ შედეგს იძლევა პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. კლინიკაში გარდა სტანდარტული დაავადებების მკურნალობისა, კეთდება რეკონსტრუქციული ქირურგიული მანიპულაციების. ამ შემთხვევაში შედეგის მისაღწევად აუცილებელი ხდება პლასტიკური ქირურგიის გამოყენება. რა თქმა უნდა, ყველა რეკონსტრუქციული ოპერაციის მიზანი არის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. საერთოდ ქირურგია არასოდეს არ არის 100%-იანი, ყოველთვის არის რაღაც რისკი გართულების, რაღაც უშედეგობის, მაგრამ ეს ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით, რაღაც ეს პროცენტები არსებობს და ჩვენ მადლობა ღმერთს იმ პროცენტებში ვждებით კარგად, ასე ვთქვათ, უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებთ, რომ დავეხმაროთ ადამიანს და შევსუბუქოთ მას მისი ცხოვრება. ყოლია შემთხვევები, მაგალითად, რომ არ დამავიწყდება ერთ-ერთი ბიჭუნა იყო 14 წლის, რომელსაც სკოლაში არ უვლია მაგალითად რაღაც თავის საშარდე გზების ანომალიასთან დაკავშირებით. ვერ დადიოდა სოციალურად, მიუღებელი იყო მისთვის სკოლაში სიარული. ჩვენ ჩაუტარეთ ოპერაცია და მას მერე სკოლაშიც დადის და მე ვფიქრობ, ცოლსაც მოიყვანს და მას შემდეგ.
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკაში ქირურგიული ოპერაციები როგორც ღია წესით, ისე ლაპარასკოპიული, ეგრეთ წოდებული უსისხლო მეთოდით ტარდება. ოპერაციის ტიპის შერჩევისას მნიშვნელოვან როლს თამაშობს დიაგნოზი და პათოლოგიის ჩვენება. ამ მიმართულებით არ არსებობს კონკრეტული სტანდარტები და ოპერაციის ტიპის შერჩევა ინდივიდუალურად, კონკრეტული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე კეთდება. ჩვენი კლინიკა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, საქართველოს სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მართლა თანამედროვედ მოაზროვნე და მოქმედ სამედიცინო დაწესებულებას. კერძოდ, პირველი რაც ყველაზე მთავარია, აქ მუშაობს პაციენტთა მკურნალობის გუნდური პრინციპი. თვალსაზრისით, რომ ყველა შემთხვევის აბსოლუტურად გარჩევა, მკურნალობის შედეგიანობის შეფასება და შესაბამისად მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება მაღალ პროფესიონალთა გუნდის მიერ, რასაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ამ კლინიკას გააჩნია, რაც არ უნდა რთული და კომპლექსური გადაწყვეტილება იქნას, ან გეგმა იქნას არჩეული პაციენტის საკეთილდღეოდ, რა თქმა უნდა, იქნას განხორციელებული კლინიკისვე შესაძლებლობებით. რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ძალიან ფართოდ არის დანერგილი კლინიკაში ლაპარასკოპიული ქირურგია. კლინიკას გააჩნია ბოლო წლის ლაპარასკოპიული დანადგარი, ეგრეთ წოდებული HD სიხშირის ვიდეო გამოსახულების მქონე, რომელიც გაცილებით მეტი სიზუსტით იძლევა სხვადასხვა სტრუქტურების გარჩევადობის უნარს, შესაძლებლობას და შესაბამისად ოპერაციების წარმოება, რთული ოპერაციების, მათ შორის როგორც ზოგად ქირურგიაში, ასევე სხვა სფეროებში, როგორც არის უროლოგია და გინეკოლოგია, გაცილებით უფრო უსაფრთხოს და მარტივ შესასრულებელს ხდის. ამჟამად კლინიკა მუშაობს აბსოლუტურად სრული დატვირთვით, ყოველდღე არის 7-8, ზოგჯერ მეტის ოპერაცია, 3 პროფილით. ყველა მიუხედავად იმისა, რომ პოლიპროფილურია კლინიკა, მაინც ხდება კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ამ პოლიპროფილურობის მიუხედავად ერთიანი გუნდური პრინციპით ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება, ოპერაციის დაგეგმა და პოსტოპერაციული პერიოდის მართვა, რაც გაცილებით უფრო უსაფრთხოს ხდის მკურნალობას. რაზეც მეტყველებს ასევე კლინიკის შედეგებიც, რომლებიც არც თუ ჩამოვარდება ზოგიერთი პათოლოგიის მკურნალობის მხრივ სჯობს კიდეც მსოფლიო საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს. ოპერაციებზე კლინიკის წამყვან ქირურგებს ასისტირებას ახალბედა სპეციალისტები უწევენ. ესენი არიან ის მომავალი ქირურგები, რომლებიც დახელოვნებას გურამ ქარაზანაშვილთან გადიან და ზოგიერთი მათგანი სულ მალე დადგება ქირურგიულ მაგიდასთან როგორც წამყვანი ოპერატორი. გურამ ქარაზანაშვილის სკოლას არაერთი სტუდენტი და ექიმი გადის. ზოგიერთი მათგანი უკვე პრაქტიკოსი ქირურგია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკაში. ჩემი ძირითადი სწავლის პერიოდი გავიარე ამ კლინიკაში და ვთქვათ, მე ვარ იმ სკოლის წარმომადგენელი, რომელიც ფაქტიურად ბატონმა გურამმა დააარსა ამ კლინიკაში. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ალბათ ის ფაქტი, რომ უამრავი ჩვენი კოლეგა პერმანენტულად დადის საზღვარგარეთ, მიემგზავრება საზღვარგარეთ, ღებულობს გამოცდილებას, მაგალითად ბატონი გურამის ინიციატივით და დაადის ფონდის მხარდაჭერით. მე ვიყავი წასული გერმანიაში, სადაც გავიარე კვალიფიკაცია. ეს არა მარტო მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უბრალოდ ახალგაზრდა ექიმი გაეცნოს მუშაობის იქაურ სტილს, მაღალ სტანდარტებს, რაც ზოგადად ევროპაში არსებობს და შესაბამისად დანერგოს და შეეცადოს განახორციელოს ის სტანდარტები აქ. ჩვენი ნებისმიერი რეკომენდაცია, რჩევა და მკურნალობის ტაქტიკა დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე, რაც ზოგადად არსებობს ევროპაში. ჩვენ მივყვებით ევროპის უროლოგთა ასოციაციის გაიდლაინებს, რაც არის ჩვენი თქვათ მუშაობის ძირითადი ქვაკუთხედი და ნებისმიერი რჩევა, რეკომენდაცია აბსოლუტურად შესაბამისობაშია მათ რეკომენდაციებთან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ღებულობს დაუშვათ ჩვენთან იგივე რჩევას, იგივე მკურნალობას და ღებულობს იმ ხარისხის სამედიცინო დახმარებას, რასაც ის მიიღება კონკრეტულ შემთხვევაში
ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. აბსოლუტურად ჩვენ ვართ შესაბამისობაში მათთან. ჩემი პრაქტიკული საქმიანობის ისტორია იწყება ამ კლინიკაში ბატონი გურამის ხელმძღვანელობით. ჩვენს კლინიკაში პრიორიტეტულია როგორც ექიმებისთვის, ასევე რეზიდენტებისთვის ჩართულობა ყველა ტიპის სამედიცინო საქმიანობაში, დაწყებული ამბულატორიიდან დამთავრებული ქირურგიული ოპერაციებით და საოპერაციოში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეზიდენტისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველა პროცესში არის აქტიურად ჩართული და ყველა რგოლი მისთვის არის მნიშვნელოვანი და უნდა იყოს ათვისებული. ჩართულია ასევე კვლევის და დიაგნოსტიკის ყველა მეთოდებში. არის საშუალება ყველანაირი როგორც თეორიული სწავლა-განათლების, ასევე პრაქტიკული საქმიანობის. მე პირადად ჩართული ვარ ყველა ტიპის ქირურგიულ ოპერაციაში, ჩემი პრაქტიკული საქმიანობის პირველივე დღიდან, რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვილი არის საკმაოდ ისეთი გამოცდილება, რომელიც მე ჩემი ამ სწავლების ეტაპის დამთავრების შემდეგ მომცემს იმის საშუალებას, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში ვიყო ხშირ შემთხვევებში დამოუკიდებელი. კლინიკის ქირურგებისა და ექიმების მუდმივი კონტაქტი დასავლეთის წამყვან კლინიკებთან, პერმანენტული მივლინებები სხვადასხვა კონფერენციებზე და სამედიცინო ტექნოლოგიების გამოფენებზე კლინიკას საშუალებას აძლევს მხარიაობას ტექნოლოგიური განვითარების პროცესს და თავის კლინიკაშიც დანერგონ ეს სიახლეები. აქ საუბარია როგორც ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ასევე ქირურგიულ მიდგომებზე. ზოგადად ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ინვაზიური მეთოდით დავეხმაროთ პაციენტს და ის განკურნოთ შატკენჭოვანი დაავადებისგან. ერთ-ერთი ასეთი ნაკლებად ინვაზიური მეთოდია სწორედ დისტანციური ლითოტრიფსია. ჩვენ კლინიკაში არის აპარატი, რომელიც საკმაოდ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ეს აპარატი დგას როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 400 ტიპის აპარატი მარტო ამერიკაში. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური აპარატია. მინდა გითხრათ, რომ შანსი იმისა, რომ პაციენტმა ერთი სეანსით დაიშალოს კენჭანის განთავისუფლდეს კენჭისგან, ამის შანსი პაციენტს დაახლოებით 95% შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შატკენჭოვან დაავადებში სხვა მეთოდები. როგორც მოგახსენეთ, ეს კურნალობის მეთოდი ხდება, შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. არსებობს სხვა ტიპის ჩარევები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანი მიიღოს შედეგი. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ურეთერორინოსკოპია, პერკუტანეული ნეფროლითოლაპაქსია და დამთავრებული ღია ოპერაციებით, უთულესი ოპერაციებით, რომელიც მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ლოკალური ჰიპოთერმიისა და ორგანოს იშემიის პირობებში. ან ეს არის ის ოპერაციები, რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვაცილოთ უაღრესად რთული კენჭები პაციენტს იმ პირობით, რომ არ შეუნარჩუნოს ორგანოს ფუნქცია. ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გინეკოლოგიას. ამ მიმართულებით, ისევე როგორც უროლოგიის დარგში, ყველაზე თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია დანერგილი. კლინიკაში ყველა სახის გინეკოლოგიური манипуляция ტარდება. ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური. მათ შორის გინეკოლოგიური სამსახური ძალიან აქტიურია. ძირითადად ქირურგიული გინეკოლოგია. ანუ ჩვენთან კეთდება ყველა ტიპის ოპერაცია, რაც კი არსებობს გინეკოლოგიაში და უმეტესწილად თანამედროვე მიდგომით, ანუ ეს არის ღია წესი, ლაპარასკოპია, ეგრეთ წოდებული უსისხლო ვაგინალური მიდგომა. უმეტესი ოპერაციები კეთდება აი ამ ეგრეთ წოდებული უსისხლო მეთოდით, ანუ ლაპარასკოპიულად. დამზოგველი ეს პაციენტისთვის ძალიან ბევრი პლუსი აქვს და პრაქტიკულად 21 საუკუნეში ეს უკვე ანაცვლებს აი ამ ძველ მეთოდებს, ანუ ღია ოპერაციებს. პრაქტიკულად ყველა ტიპის დაავადების კურნა, ანუ კისტა, მიომა, საშუალოსნოს ჰისტერექტომია, ანუ საშუალოსნოს ექსტიპაცია, მათ შორის ისეთი ონკოლოგიური დაავადებები, რომელიც მცირე მენჯის ლიმფოდისექციას საჭიროებს, ესეც ჩვენთან ტექნიკურად შესაძლებელია ლაპარასკოპით. სწორედ აი ამ ახალი აპარატურის, ანუ არა მარტო სპეციალისტები, ჯერ სპეციალისტი ჭირდება რა თქმა უნდა, მაგრამ არამედ აპარატურის ხარჯზე. რაც შეეხება სპეციალისტებს, ჩვენ ყველას, აი ძირითადად კლინიკაში წამყვან სპეციალისტებს ყველას აქვს
თანამედროვე განათლება მიღებული ევროპაში, ამერიკაში, მუდმივად კონგრესებზე დავდივართ, ხდება ეგრეთ წოდებული აპდეითი, გვაქვს კონტაქტი უცხოურ კლინიკებთან, ჩამოდიან ჩვენთან სპეციალისტები და ეს მუდმივად არის გაცვლა ინფორმაციის და თანამედროვე მეთოდების. იმის გათვალისწინებით, რომ კლინიკაში ურთულესი ოპერაციები ტარდება და ზოგიერთი მათგანი 9 საათსაც კი გრძელდება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფის გაუტყივარების მეთოდებს, სპეციფიკას და ამ პროცესის მართვას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ოპერაციის წინ რუტინული გამოკვლევის შემდეგ პაციენტებთან ანესთეზიოლოგი მუშაობს. კლინიკაში ტარდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციები, ასევე ასაკი ჩვენი პაციენტების არის დაწყებული წლამდე ასაკის ბავშვებიდან საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე. უამრავი პაციენტი არის სხვადასხვა თანხლებით და ავადებებით. ჩვენ გვჭირდება საკმაოდ დეტალური შეფასება მათი მდგომარეობის პრეოპერაციულად, რათა მოხდეს ყველა იმ თანხლებით და ავადების თუ ზოგადად სხვადასხვა თავისებურებების გათვალისწინება. ამის მიხედვით ხდება სწორედ ანესთეზიის სახის შერჩევა. ანესთეზიის სახის განსაზღვრა დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის მასშტაბზე. ძირითადად სპეციფიკიდან გამომდინარე უროლოგიურ პრაქტიკაში მიღებულია რეგიონალური ანესთეზიის გამოყენება, სპინალური იქნება თუ პერიდურული ანესთეზია. ასევე ტარდება კომბინირებული ანესთეზიები, ზოგანი ანესთეზია რეგიონალური ანესთეზიასთან კომბინაციით. ეს ძირითადად მასშტაბური ოპერაციების დროს ტარდება, პროსტატექტომიები, რადიკალური ცისტექტომიების დროს. რა თქმა უნდა, არის მხოლოდ ოპერაციები, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ ზოგადი ანესთეზიის პირობებში. ეს ლაპარასკოპიული ოპერაციები, მუცლის ყრუზე ჩარევა, გინეკოლოგიური ოპერაციები, ძირითადად ენდოტრაქეული ანესთეზიის პირობებში მიმდინარეობს. ასევე ბავშვები, ძირითადად ინჰალაციური ან ზოგადი ანესთეზიის პირობებში. პრეპარატებში არ ვართ შეზღუდული, გვაქვს ყველა თანამედროვე საშუალებები, რაც დღესაც არსებობს და ამისი არჩევანი საშუალება გვაქვს. როგორც რეგიონალური ანესთეზიის საშუალებები, ასევე ენდოტრაქეული ზოგადი ანესთეზიის, ინტრავენური ანესთეზიის საშუალებები. ქირურგებისთვის ხანგრძლივი კომბინირებული ოპერაციების ჩატარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ასეთი რისკების სტატისტიკა სოფლიოს წამყვან კლინიკებში არის დაანგარიშებული. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკაში ხშირ შემთხვევაში ოპერაციების შედეგების სტატისტიკა უკეთეს ციფრებსაც კი იძლევა, ვიდრე დასავლურ გაიდლაინებშია მოცემული. მთლიანობაში ურთულესი ოპერაციების ჩატარებისთვის მთავარი წინაპირობა საუკეთესო კვალიფიკაციის ექიმების მობილიზება და უმაღლესი ხარისხის ინტენსიური თერაპიის ბლოკის ორგანიზებაა. ჩვენი სიამაყე არის ინტენსიური თერაპიის ბლოკი, რადგანაც ბრინვალე კადრები ყავს, თავდადებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში ურძიმეს პაციენტებს ჩვენ მათ ვანდობთ და ისინი მათ გამოყავთ ამ მდგომარეობიდან, რომ არ გქონდეს ეს ინტენსიური თერაპია, ესეთი ძლიერი, ჩვენ რთული ქირურგიის განხორციელებას ვერ შევძლებდით. და რა თქმა უნდა, მთელი კოლექტივი, რომელიც ორიენტირებული არის რეალურად მაქსიმალურად პროფესიონალიზმზე, მაქსიმალურად კეთილგანწყობაზე პაციენტისადმი და ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობით თავის მოვალეობის შესრულებაზე. ეს არის მახასიათებლები, რაც ჩვენ კლინიკას აქვს. ვინაიდან ჩვენთან ძალიან რთული ოპერაციები კეთდება, ზოგი ოპერაცია გრძელდება 10-12 საათი. ისეთი ოპერაციები, როგორც არის ცისტექტომიები, რადიკალური პროსტატექტომიები, ეს რაც სერიოზული ოპერაციები არის და თითქმის ყოველ კვირას გვაქვს 1-2 ასეთი ოპერაცია. გარდა ჩვეულებრივი ოპერაციების, რომელიც დაუშვათ 5-6 საათიანია ან 2 საათიანი. საერთო ჯამში ჩვენ შარშან მარტო ერთ წელიწადში გავატარეთ 647 ავადმყოფი ეს ჩვენ განყოფილებაში. გარდა იმისა, რომ ჩვენ კარგი სპეციალისტები გვყავს და ამიტომ მართალი რო გითხრათ, გვიოლდება ძალიან შრომა და მუშაობა. რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი, როცა კაი ქირურგი გვყავს და კაი სპეციალისტები, უფრო კარგად შეგვიძლია მერე უზრუნველყოთ მისი შემდგომი კურნალობა და ტაქტიკა. გარდა სპეციალისტების ჩვენ გვაქვს ჩვენი აღჭურვილობა, ხელოვნური სუნთქვის თანამედროვე აპარატები, დეფიბრილატორები,
მუდმივი ინტრავენური ინფუზიებისთვის განსაზღვრული დანადგარები, ინფუზომატები, და სხვა ყველაფერი, ამოსაქაჩები და ასე შემდეგ. თან ეს არავად გაჩერებულები ერთ ადგილზე. ბატონი გურამი ხშირად იმყოფება საზღვარგარეთ და საქმის კურსია ყოველთვის რა არის მთელ მსოფლიოში ახალი. და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩვენთვისაც შეიძინოს და შემოიტანოს, რომ ჩვენ უფრო უკეთესად უმკურნალოთ ჩვენ პაციენტებს. აქტიური ქირურგია ყოველდღიურ სიახლეებთანაა დაკავშირებული. ქირურგებისთვის თითოეული ოპერაცია არის საქმიანობის ცალკეული ეტაპი თავისი წარმატებებით, სირთულეებით და სიახლეების აღმოჩენით. ქირურგია ეს ის მიმართულება, როცა ყოველდღე ახალს ვაკეთებ ჩვენ. თითოეული პაციენტი, რომელიც დაუშვათ ჩვენ წარმატებულად დავეხმარებთ, ამ ოპერაცია წარმატებულად დამთავრდა, არის ჩვენთვის ყოველდღე ახალი ხდება. ანუ აქ არ არის არასოდეს ერთ ადგილზე დგომის შეგრძნება რა. ეს ყოველთვის ვითარდება, ყოველთვის კითხულობ, ყოველთვის ასე ვთქვათ, ახალ ტექნიკებს სწავლობ, ვითარდება მედიცინაც, ახალი ტექნიკები შემოდის უამრავი, როგორც აპარატურით, ასევე ქირურგიული ტექნიკები. შენი გამოცდილება და პრაქტიკა მატულობს, თეორიულ ცოდნა მატულობს და ეს სულ განვითარების პროცესია. ჩვენ ერთ ადგილზე ვერასოდეს ვერ ვიტყვით, რომ იდეა როგორც კი ვიტყვი, აი ეს ვიცით ალსახად, როგორც კი ადამიანი იტყვის, რომ მან ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთა, ყველაფერს მიაღწია, იქ დამთავრებულია იმ ადამიანის წინსვლა და იწყება უკუსვა. ამას მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი, უნდა სულ ექიმს და ქირურგს უსჭირდება იყოს ფორმაში, ყოველდღე გაეცნოს საერთაშორისო ლიტერატურას, ახალ მიღწევებს, შეისწავლოს, დანერგოს ეს ახალი მიღწევები, არ თავდება ეს მეწმუნეთ, ბევრმა გეგმაში დასანერგი კიდე რაღაც ახალი ტექნიკები, ახალი ოპერაციები, ახალი აპარატურები გეგმაში მაქვს ესა და იმისკენ მივიხსრაფი, რომ ასე ვთქვათ, ვიყოთ ყოველთვის მაღალ დონეზე. და მეორე თემა სამეცნიერო საკითხები, ვფიქრობ, რომ იგივე არის სიბრტყისშორტსასროლი სიმსივნეების მიმართულებით კვლევები, ალბათ კარგ შედეგებს გააქვს, რომ იმავე ჯით, ასე ვთქვათ, სიახლეს და შეიძლება გადატრიალება, არ ვიცი, მეცნიერება გამოჩნდება რა იქნება ყოველ შემთხვევაში, კარგ სიტყვას იტყვის მომავალში ადამიანის ჩამოთვლობის დაცვის კუთხით. დევიზი არის ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიები, წამყვანი სპეციალისტები, ასე ვთქვათ, და ვცდილობთ, რომ აი ამას მიყვეთ ამ მიმართულებას, ამ ჩვენ დევიზს.